მოგესალმებით, ბრუნდება ჩვენი YouTube არხი, ვიწყებთ ახალ სეზონს, საკმაოდ საინტერესო სტუმრით გიორგი კალატოზი იქნება დღეს ჩვენთან ერთად. მადლობა მოსვლისთვის, მადლობა დაძახებისთვის. კარგი სალაპარაკო აქვს არაერთ თემაზე, ქართულ ფეხბურთზე, ნაკრებზე, თუნდაც ფეხბურთელებზე, ტრანსფერებზე. მივულოცავ ჩვენს კალათბურთის ნაკრებს გამარჯვებას ევრობასკეტზე და დღეს წარმატებებს უსურვებთ შაბათს ერთ ამ გადაცემას. კი ბატონო. დიდი იმედი მაქვს ჯგუფიდან გავალთ. გადავიდეთ თავარზე, რაც ყველაზე მეტად გვახარებს და ელოდება ქართველი გულშემატკივარი. სანაკრებო მატჩები მსოფლიო შესარჩევს ვიწყებთ. თურქეთი, ბულგარეთი. დღეის მონაცემებით რა მოლოდინები გაქვს ამ ორ მატჩზე? მესალმები შენ მაყურებელს. გამოიწერეთ არხი მეგობრებო, აუცილებლად გვერდში დავუდგეთ. მოლოდინი საქართველოს ნაკრებზე საფეხბურთოზე რომ მიდგება ხოლმე ლაპარაკი, ჯერ სულ ცუდი ნაკრები ყავდა და შედეგები არ ქონდა, მაშინაც მაღალი მოლოდინები იყო, რომ აეხა. მაინც როცა თან შესარჩევი იწყება, სად თუ არა პირველ ორ შეხვედრაზე უნდა კონდეს იმედი, აი რა ვიცი, საფრანგეთი და იტალია რო იყვნენ ჩამოსულები 26-ში, მაშინაც კი ალბათ ქართველი გულშემატკივარი იმედიანად იყო განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა სხვა იყო და როდესაც ორი სახლის თამაში. ხო. მით უმეტეს ხო და როდესაც ხა ესეთი სიტუაცია რომ ნაკრები ყავს ისეთი რომელიც არასდროს არ ყოლია, ესეთი შეკრული ევროპის ჩემპიონატი გვაქვს დათამაშები და ასე შემდეგ ბევრი სასიამოვნო წიაღსვლა გქონდა, რა თქმა უნდა მოლოდინი მაქვს იმის რომ დადებით შედეგით დავამთავრებთ შეხვედრებს. ჩავშალოთ მე შეგვიძლია თემები როგორ ფორმაშია, რა შანსები გვაქვს და შემდეგ, მაგრამ როგორც გულშემატკივრის და ამ ნაკრების როგორც მოყვარულის მოლოდინები არის მხოლოდ დადებითისკენ მიმართული. ცხადია, ასეც იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში. აი ჩავშალოთ, თქვი და მაინტერესებს აი თურქეთთან მატჩი, ჩემთვის ეს თამაში არის 6 ქულიანი, ეს საფეხბურთო ტერმინს ვიტყვენ, ხო ხტები. აქ თუ პირობითად ვიძახით რაღაც არ ჩვენი სასიკეთო შედეგი არ დაფიქსირდა, მე თურქეთშიც რაღაც გონია რომ ორმაგად გაჭირდება იქ იმის დაკამბექება, რასაც აქ მივიღებთ. შესაბამისად გონია რომ ეს თამაში ამ ჯგუფის ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაშია, ცხადია, ნუ შენ 5 შეხვედრა და არის გამოსწორების შანსი, მაგრამ ნუ თეორიულად ეს არის უმნიშვნელოვანესი მატჩი. ჩემი აზრით არ არის იდეალური დრო რომ თურქეთის ნაკრებს ვეთამაშოთ, აი იდეალური იქნებოდა ვსაუბრობდით ჩვენ კამერის მიღებას რომ აი ოქტომბერში ყოფილიყო ეს თამაში, მით უმეტეს სახლის. არა, მაგაში გეთანხმები, ხო, კვარაცხელიას ტრაუმა ჰქონდა, არ უთამაშია წინა თამაში არ იყო და ისედაც გაატვირთული სეზონი ჰქონდა და ბოლოსკენ იშვიათად ხედავდით ხოლმე რა როტაციაში იყო. სხვა ფეხბურთელების გოგლიჩიზე ტრამირებული იყო, ბევრი გუნდოდ იყო მე ცოტა შედარებით ასაკიანი ფეხბურთელები და რასაკვირველია, თან ცუდი ისაა რომ შევსება მაინც და მაინც. ჩვენმა ნაკრებმა ახალი სახეებით ჯერჯერობით ვერ მიიღო. აი დასვის ხაზი რო ავიღოთ, დვალს გუნდი არ ქონდა, ეხა წავიდა, არ გამოიძახის ნაკრებში, იგივე თუნდაც გველესიანი გუნდოდ იყო. ეხა წავიდა შევსება, აი დასვის კუთხით არ იყო მაინც და მაინც დამაჯერებელი და რო გადავხედე შემადგენლობას, 4 მცველიან ტაქტიკას ველოდებით თქო მაგას თქვენ, იმიტომ რომ აი სამი ნომინალური ცენტრალური მცველის გამოძებნა რთული იქნება, რომ ესეთ მატჩი ენდო ალბათ. ხო, ზოგადად აი საკალათბურთი ახსენე და საკალათბურთო კუთხითაც რაც თავი მახსოვს, ყოველთვის რო უყურებდი ხოლმე, ხუთეული კარგი ყავდა, ანუ აი ვითხოვდი რომ აი ამ შეუძლიათ ნებისმიერ გუნდის ამოყირავება უცებ რა, ფავორიტი შეიძლება არ იყო რაღაც დიდ გუნდებთან, მაგრამ იმედი გაქვს რა ამ ხუთეულის, მაგრამ აი სკამი ნელ-ნელა აი როცა დასვენება უწევდათ ხოლმე ლიდერებს, აი ძალიან გვიჭირდა რა ამათი გადახალისება. საქართველოს ნაკრებიც თავს მოვიტყუებთ და ეგეთი ნაკრებია ჯერჯერობით რა. ის კი არა 11-ეული არ ყავდა იქამდე ესეთი კარგი და ეხლა 11 კაცი რო ყავს უკვე ძალიან კარგია, მაგრამ რეზერვისტები ჯერჯერობით აი ისეთი მთლად ვერ არიან რომ სათანადო შემცვლელები ყავდეს და იმაზე ნაკლებად ნერვიულობ კიდე რომ ფორმაში არ არიან. ჩაკვეტაძის არ ყოფნა მაგალითად. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ აი ესეთი ნაკრებია რომ აი ამ რაღაცა სქემით დავმოღამეთ თამაში, კარგად თამაშობთ. ის სამეული რაც არის ცენტრში, ხა ესპანეთთან კიტეიშვილი ამოვარდა და რა მოგვივიდა, კი ვნახეთ ხო? აი ჩაკვეტაძეც არის ძალიან საკვანძო ფიგურა. სანელმა რა როლიც გამოუძებნა მას ნაკრებში, რა თითქოს რაღაცა უკვე ჩაკვეტაძე ეხლა ისე გვეიმედება და აგერ ახალ გუნდში გადასვლაზე არის ლაპარაკი და რაღაცა კიდე იმედის თვალით უყურებთ, მაგრამ რაღაც პერიოდი იყო ის რომ მორჩა ალბათ ამდენი ტრავმა არ გამომართლა სადღაც და ნელ-ნელა ქვემოთ ჩავიდოდა, მაგრამ სანილმა უპოვა ძალიან მაგარი ადგილი საქართველოს ნაკრებში და
ძალიან საკვანძო ფეხბურთელი გვაკლია, ანუ აი სხვა ნახევარდაცვა არის ყველაზე საკვანძო, იმიტომ რომ გონია რომ აი სხვა პოზიციებზე კიდე ხო მიქაუტაძე რო იყოს იქ ბუდუს ვარიანტი გვაქვს. მარჯვენა ფლანგზე საერთოდ ბევრი ვარიანტია, ბევრი კანდიდატი გამოიცა და საერთოდ მარცხენა მცველის ამ ხუთმცველიან სისტემაში ვისაც მარცხენა მცველი დათამაშებს ხოლმე სანიოლი. ორი კაცი იქიდან მარჯვნივაც თამაშობს რა, პლუს ზურიკო დავითაშვილი გვყავს და ბევრი ვარიანტია. მაგრამ აი იმ სამეულში ჯერჯერობით მე ვერ ხედავ აი ესეთ სათანადო შემცვლელს, რომ ერთი კაცი რომ ამოაკლო, ვინც არ უნდა იყოს, გუნდმა ითამაშოს და საინტერესო ვილისანიელი რას ფიქრობს მაგ კუთხით. თორე ყვარაცხელია მაგალითად, რა ვიცი, რა ფორმაშიც არ უნდა იყოს, გონია რომ 90 წუთში შეუძლია ნებისმიერი გუნდის ამოყიროება და ყვარაცხელი რადგან მყავს, მე მაშინად როდესაც ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს ვეთამაშებოდით, პირველ კითხვას ვამდი ეგრე რა, ანუ რომ ჩემ ბავშვობაში რაღაც აფიშა გამოდიოდა ხოლმე ეგრე რომ აი რაღაცა ტიერი ანრი თუ კრისტიანო რონალდო რა, ანუ რომელი მოუგებს აი ამ ორ ფეხბურთელს შორის და ეგრე იყო საფეხბურთო ისტორიაში რაღაც გუნდის ლიდერებს ადარებდნენ და მე მომდე რომ ყვარაცხელესნაირი ფეხბურთელი თურქეთს არ ყავს და შესაბამისად ხო მაგხელად სულილების მოხდენა რომ შეუძლია ერთ ფეხბურთელს ეს შენთვის არის იმხელა პლუსი რომ ავიცი ხა მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი ნაკრებია თურქეთი ყვარაცხელის ფაქტორმა შეიძლება მოგაგებინოს თამაში თუნდაც. ხო, რაც არ უნდა ფორმაში არ იყოს, იმხელა ყურადღებას იქცევს მეტოქე გუნდისგან, რომ მინიმუმ სხვას გაუთავისუფლებს სივრცეები და რაღაცას მოუგებს, მოუტანს გუნდს. ლიდერი მაგისია და ეს ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, MVP რო გუნდს რო არ მისდის თამაში და არ არის აწყობილი კარგად, შეუძლია 1-2 ფეხბურთელის მოტყუება, ფეხბურთი მაგიტო გვევასება თან და ეგეთ ფეხბურთელები განსაკუთრებით, რომ მარტო არაფრისგან შეუძლიათ კი გუნდური თამაშია, მაგრამ ესეთ ფეხბურთელები ყველაზე მეტად ფასობენ და ყვარაცხელის ფასიც მაგიტოა მაგხელა. ყვარაცხელეზეც ვისაუბრებთ აუცილებლად ჩაკვეტაძეზე საუბრობდი ვალენსიაში როგორ ხედავ მის მომავალს მე ჩაკვეტაძეს გადაცემაში არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი აზრი რომ ხედავდი უფრო იტალიის ჩემპიონატში ან ესპანეთის ჩემპიონატში კაფუ ლაპარაკობდა ბრაზილიელებზე რომ აი პრემიერ ლიგაში რომ მიდიან აი არ არის რა ეხა პრემიერ ლიგაში მე ჩემ ბავშვობაში ბრაზილიელი საერთოდ არ მახსოვს რა, ანუ აი თითო როლა, ჟუნინიო პაულისტა და მიდლსბროში და აი რაღაცა ეგრე კანტიკუნტად არც თუ ისე, აი პირველი ეშელონის ბრაზილიელები იქ არ მიდიოდნენ. მგონია რომ პრემიერ ლიგა მაინც უფრო არის ჯანიანი ფეხბურთელების რომლებიც დოღია რა, მაინც ჯერ კიდევ რა. ხა თუ დოღი არ არის, მაშინ აი სიტიშიან, რაც ეგეთ გუნდში არსენალში და ტექნიკურ გუნდში შეიძლება წარმომიდგენია, მაგრამ აი ვოტფორდი და ჩაკვეტაძე სტატისტიკაც რა ვიღოთ ჩაკვეტაძეს. არ ქონდა მაინც საამაყო რა კუთხით, ანუ უფრო მეტი შეეული ამ ფეხბურთელს სტატისტიკის ხრი, რასაც მინდორზე აკეთებს, აი რო არ უყურო თამაშებს ეხლა და უბრალოდ სტატისტიკას შეხედო ვერ მიხვდები რომ გამორჩეული. ხო, იქ იმებსაც ითვლიან ახლა სტატისტიკაზე, როცა ვლაპარაკო პირველ რიგში წარმომიდგენია გოლს პლუს ასისტი. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს სტატისტიკაა დღეს რომ რამდენი დრიბლინგი და წარმატებული რამდენი შანსი შექმნა, ეს ძალიან კარგი და შთამბეჭდავი ქონდა გიორგის. უბრალოდ მგონია რომ უფრო ტექნიკურ ლიგაში უფრო კარგი იქნება და ვალენსიათან ისეთ დაქცეულ დღეში იყო რომ ჩაკვეტაძე ძალიან კარგი შანსი იქნებოდა რომ ლიდერი გამختارიყო მაგ გუნდის და ვალენსიათან მაინც გინდა არ გინდა ვალენსია და უფრო ესეთი გუნდია რა კი არ ულხინს ერთი 10 წელია უკვე ცუდ დღეშია მაგრამ მე მივესალმებოდი მაგალითად მაგ ტრანსფერს მithumetes აგერ მოსინჯეს ერთი ქართველი და გაამართლა და ძალიან კარგი იყო. ბოლოს უკვე ისე ვიყავით რომ ვალენსიაში ხო ძალიან გვიხარო და ამარდას აი ბოლოს აი რა უნდა ამ დაქცეულ გუნდში და რა ვიცი მე საერთოდ ნაპოლის წურავდი ჩაკვეტაძეზე. აი ნაპოლი მეგონა რომ კარგი ადგილი იქნებოდა ჩაკვეტაძესთვის, მაგრამ რა ვიცი მარცხენა ფლანგზეც ხო, კი, ანუ აი ნერეშის მაგივრად ახლა ჩაკვეტაძე რო იყოს, თან რაღაც ამას თავის დადებითი მხარეები კი ცენტრში შეუძლია თამაში და მაგ ჩემპიონატებში უფრო წარმომედგინა რა და აი მე გეთანხმები უფრო მეტად ბურთთან და რაც აი მოუხდებოდა რა. ინგლისი მაინც რა ვიცი აი არ მგონია ჩაკვეტაძეს ადგილი რო ყოფილიყო. ჩაკვეტაძის შემცვლელი აი თუნდაც ეხა თურქეთთან მატჩი მგონია ზურიკო დავითაშვილი იქიდან გამომდინარე რომ კარგ სამუშაოს ასრულებს დაცვაშიც ძალიან მაგრა და გამოცდილებას აქვს იმისა რომ აი 10 ნომერზე ითამაშოს 8 ნომერზე ითამაშოს ნუ დღეს და ბოლო პერიოდზე ერთად ფლანგზე უწევს თუმცა ისეთი მშრომელი ფეხბურთელია რომ ერთადერთი ვარიანტი ალბათ ვინც შეიძლება ის დააბალანსოს რომ შეტევაშიც ძალიან კარგი იყოს და დაცვაშიც და ნუ ეს რაც ნახევარ დაცვის სინთეზი შეკრას ერთადერთი 10 წერტილი ზურიკო მგონია. მე ეს რაღაცას გეტყვი ზურიკოს არ მოეწონება, მაგრამ მე ზურიკო მომწონს ძალიან სკამიდან. ანუ
იმდენად რეაქტიულია. სიქსმენი რო არის კალათბურთში, ხო. აი იმდენად რეაქტიულია და იმდენად შეუძლია თამაშს გამოღვიძება, რომ რამდენჯერაც შემოსვლაზე გამოსულა ყოველთვის რაღაცა გაუმწოვებია და ძირთადში რო არის ხოლმე თითქოს დატვირთვა მასზე არ მიდის, ანუ უფრო სხვა ფეხბურთელები იტვირთებიან, ზურიკოს არ ეძებენ დიდად და აი ამ ყველაფერში ზურიკო იკარგება ხოლმე რა, ხშირად ძირთადად რო დაუწყია რაღაც თითქოს ისეთი არ ყოფილა როგორცაც მიჩვეულები ვარ თქო კლუბში საკლუბო სეზონი ქონდა ფანტასტიკურად კარგი. ნაკრებში ხო რაღაცა ეს როლი უფრო ქონდა თითქოს მორგებული და ათვისებული და მაგ პოზიციაზე მაინც ცენტრში ხო ზურიკოს თამაში შეუძლია ყველაზე კაი ვარიანტი ალბათ ანუ ზურიკო შეცვლით და ეს სხვა ფეხბურთელს უფრო მოძებნით აი ნახევარდაცვის ხაზში ეხლა ძალიან რთულია პირველ თამაში იმას დებიუტანტს მისცე თქვა უფრო ნაცვლადი კადრი ჯობია მაგრამ რავი ლომინაძეს მაგალითად ნახევარდაცვაში მივხედავ რა ანუ სტილით ოღონდ აი სანიოლმა მოიფიქროს. ხო, ანუ სანიოლს ხა მექვაბიშვილი ყავდა, თქვა კიტეიშვილის შემცვლელად, ხო და მექვაბიშვილს ათამაშებს ყველაზე ხშირად ამ ნახევარდაცვაში თუ ვინმეს ათამაშებს ხოლმე და ლომინაძე მე მესახება რომ ყველაზე კარგი შეიძლება იყოს, მაგრამ სტილისტიკური კუთხით შეიძლება საერთოდ სხვა რამე მივიღოთ რა, ანუ სანიოლმა უნდა მოიფიქროს სექტორი. ფეხბურთელი როგორც ასეთი. ლომინაძე მგონია რომ თუ გააგრძელა პროგრესიასე, ანუ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი შეიძლება გახდეს, იმიტომ რომ ავიცი, ანუ რაც გვაკლდა თან ისა აქ რა, შერბენები და საჯარიმოში შეუძლია ეგ სახიფათო იყოს, ფიზიკურად ძლიერია, უკანად შეიძლება ითამაშოს, გოლებიც გააქვს და მე რა ვიცი, ძალიან მომწონს ეგ ფეხბურთელი და გულშემატკივრო. ხო, კი, ანუ აი მართლა წინ და უკან შეუძლია ორივეგან თანაბრად კარგი იყოს და თან ანუ საქართველოს ნაკრებს ეგეთი აღნაგობის ფეხბურთელი მაქსიმალე ნახევარდაცვაში არ მახსოვს. თან სიმაღლეს ერთ მოქნილია ის სტრაფილი და ისეთი აი ცოტა დისტანციას ფარავს ხა გინდა არ გინდა რა ამ ხელა კაცი როა და ანუ როგორც მინიმუმ ძალიან საინტერესოა სანიოლი რას ფიქრობს მასზე რომ ფაქტია რომ გამოიძახა და საკმაოდ ემოციური სტატუსიც დაწერა და რა ვიცი ანუ მე გულშემატკივრობ მაგ ამბავს ძალიან ლომინაძე ვახსენეთ და 21 წლამდელებსაც შევიხოთ აუცილებლად ვის ელოდები 21 წლამდე ნაკრებიდან აი ახლო მომავალში ეროვნულ ნაკრებში თაობათასულება მიმდინარეობს რეალურად დაიწყო ხო ლორია წავიდა კვეკესკილი კიდე რამდენიმე ფეხბურთელია უკვე ვინც ბოლო მატჩებს ატარებს ვინ ჩაანაცვლებს შენი აზრით აი ვის ფიქრობ? ნუ ვინც გონია იმას იძახებენ კიდევაც უკვე საზონოვი მაგალითად ხო ანუ კი ძალიან გააწევან ტრომბა მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთელია ეგეც და აი ძალიან გულშემატკივრობ და უწურავ რომ აბუაშვილმა რომელიც გამოძახებულია ახლა ითამაშოს იმიტომ რომ რაღაცა ჩაკვეტადე როცა დინამოში იყო და წავიდა მაშინ გენტში ხა დინამოში მომუშავე ადამიანებს ვიცნობ ბევრს და ბევრი ამბობდა რომ არანაკლებია აბუაშვილი ჩაკვეტაძეზე და მე მისი პროგრესია როცა უკვე დიდებში გადავიდა ცოტა თითქოს შეჩერდა იმიტომ რომ თქვა არ გამოუვიდა ხო პორტუგალიის ჩემპიონატში თავის დამკვიდრება არ ვიცი ზუსტად მიზეზი რა იყო მაგრამ ეხლა საფრანგეთის ჩემპიონატი სერიოზული დონეა მიუხედავად იმისა რომ მეცი არ არის პარი სენ-ჟერმენი მაინც და ყველაზე მეტად უწურავ რომ ამ ბიჭმა ის თავის პოტენციალი რაც აქვს გამოამჟღავნოს იმიტომ რომ აი ჩაკვეტაძეს პოზიციაზე შეუძლია თამაში ცენტრიდან. ანუ შემცვლელი შეიძლება ყავდეს მაგას. თითქოს ის იყო რომ მასაც დაახლოებით იგივე ამბავი ქონდა რომ აი პორტოში ვერ გაამართლა მე საქართველოში მოუწია დაბრუნება და ეხლა მე ისე რამხელა და ხო აი გული დამწყდა მაგაზე ძალიან აი პაპუნაშვილი რო ვერდერში იყო და მეორე გუნდში და მე იქნებ გამოუშვეს აი თან პაპუნაშვილი რო ვერდერში წავიდა მაშინ ეხლა აი ეს პორტოს მეორე გუნდში იყო და ვიღაცები ყავდა რა ევროპაში 4-5 კაცი უკვე თამაშობდა და პაპუნაშვილი რო იყო ვერდერში რაღაცა იმედით უყურებდით უფრო იმიტომ რომ არავინ არსად არ იყო ხო და ანუ ეს ვერდერი იყო ანუ ყველაზე კაი გუნდი სადაც ქართველი თამაშობდა ალბათ კი მაგ დროს ხო ანუ ვერდერი სერიოზული ის იყო და მაგიტო პაპუნაშვილის ამბავი ძალიან მეწყინა რომ ანუ ვერ ითამაშა ის იმიტომ რომ რო უყურებდი ჯერ ხო ვასილ მაისურაძის გუნდში იყო და ქართული ფეხბურთელი ეგრე კარგად ურტყამდეს შორიდან და თან კარგი დრიბლინგი და ძალიან დაყენებული დარტყმა იშვიათი კი არა რავი ანუ ბევრი არ მახსენდება მაგ თაობაში რამდენი იყო რომ უცებ გაქრა რა ეხლა უნდა გქონდათ თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყვნენ და მაგ თაობიდან კაკაბაძეა ნაკრებში ხო ანუ და დვალი ხო და დვალი და პაპუნაშვილი იყო ანუ ლოკომოტივი მაგ გუნდის ერთ-ერთი იმიტომ რომ გამწევი ძალა იყო და მე დინამო და ანუ კარგი სულით მიდიოდა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამართლა და აბუაშვილს იმედია იგივე არ მოუვა რამასვანაძეზე რა სიტყვი აი მომისმენია ის თეორია რომ მომავალი
ნაკრების მწვრთნელი ეროვნულის. რა ვიცი, ანუ ეგ ხო აპრობირებული პრაქტიკაა ყველგან სოფლიოში, ჯერ რაღაცა ახალგაზრდულის, ბ-გუნდის და ასე შემდეგ და მე ხდებიან მაგაზე კარგი ვარიანტი ვინ უნდა იყოს თუ ქართველ მწვრთნელზე ვისაუბრებთ. თქვა ეხლა საკლუბო დონეზე შეიძლება არ მუშაობს ესე რაღაც გუნდი არ გაუყვანია, მაგრამ პირიქით შეიძლება ეს კარგიც იყოს, რომ სანაკრებოდან ამ ბავშვებს იცნობს ყველას. პლუს მაგას, რა ვიცი ხა, მის ხელში გამოვლილი ფეხბურთელები 2 ევროპის ჩემპიონატია, რა ვიცი, ისე კარგად გამოიყურებოდნენ, რომ კლუბებში ეგრე კარგები ვერ იყვნენ. ანუ საკლუბო დონეზე საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ რაღაც მათი გუნდები დიდ წარმატებას ვერ აღწევენ და რამას სვანაძის დიდი დამსახურებაა რასაკვირველი ის, რომ ესე ადეკვატურად თამაშობს გუნდი. კრიტიკოსებიც ბევრი ყავდა, რატომღაც არ ვიცი. როდის გასულა საქართველოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატს და ესე კარგად უთამაშია. თან ის თაობა, აი, კვარაცხელია, დავითაშვილი, აზაროვი, მის ხელში გამოვიდა, 17 წლამდეში იყო თუ არ ვთქვი, თავიდან ძალიან ხშირად მოუწია მათთან მუშაობა და აი თუნდაც ეს მაშინ მახსოვს ჩემი თაობის ფეხბურთელები არიან და ეს ნაკრები სწორედ აი 3-5-2-ს თამაშობდა, ზედმეტად 3-4-1-2 და მისი გავლენა ამ ფეხბურთელებს ძალიან დიდი. ხო, თან მithumetes აი ბოლო ჩემპიონატი რო შევაფასოთ, რაღაცა ესეთი star player-ი რო აი ამაზე დგას გუნდი და ერთი აი კვარაცხელეს როგორც გამოარჩევ რა, იმიტომ რომ ნუ სოფლიო დონის ვარსკვლავია და კიდევ ვიღაცებს ეგეთი ფეხბურთელი იმ ნაკრებში ახალგაზრდულში არ იყო თითქოს, ხო? ხა წინაზე მამარდა იყო და ხო? ეხა ვაფშე ხო, ანუ წინაზე მამარდა იყო, ზურიკო ყავდა, წიტაიშვილი ყავდა, ნაკრების ხალხი ყავდა რა. კიდე და კვარაცხელიას შეეძლო თამაში და მიქაუტადეს და ასე შემდეგ, ანუ ბევრად ისეთი ვარსკვლავური შემადგენლობა იყო. ამ შემადგენლობას ხა არავინ მიწყინოს. პირდაპირ ვამბობ, აი გუნდები რო ავიღოთ, სად თამაშობენ და სად თამაშობდა წინა თაობა. ეს თაობა მაგკუთხით, კარიერული კუთხით ამ ეტაპზე მოიკოჭლებდა, მაგრამ ანუ ადეკვატურ ფეხბურთს ათამაშებდა ძალიან. კი, ამ ბიჭებთან აი ეხლა ვინც ითამაშავს და ეს წლამდე ევროპის ჩემპიონატი მილაპარაკი არაერთხელ, რომ აი ესეთ რეზულტატამდე აი რას ელოდებით, რომ აი როგორ მიდიხართ, აი რა გარემოა გუნდში. პირველი იყო ის, რომ რამას სვანაძე არის ისეთი ფსიქოლოგი, ასე ვთქვათ, აი ტაქტიკოსზე მეტად უფრო კარგი ფსიქოლოგია და იცის როგორ მიუდგეს ფეხბურთელებს და მათგან მაქსიმუმი როგორ გამოწუროს რა. პირველი პლუსი და პირველი კარგი დახასიათება თუნდაც აი ამ გარემოსი ეს იყო და მეორე ის იყო რომ თვითონ ატმოსფერო ამ ყველაფრის მე ისეთი გუნდური ატმოსფერო იყრება, თვითონაც ამბობდნენ რომ აი ესეთი როლ პლეიერი არ ყავს, თუმცა ჩვენ ისეთი გუნდური და შეკლული გუნდი ვართ რომ ნებისმიერ მათგანმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში რაღაც გაისროლოს. ხო, რამასვანაძეზე მეც გამიგია რომ გუნდელები თვითონ ფეხბურთელები ახასიათებენ ძალიან კარგად და მაგაზე კარგი ინდიკატორი არაფერი არ არის. ჩვენ რაც უნდა ვაქოთ და ვადიდოთ, შიგნით შეიძლება რაღაც ისეთი ხდებოდეს, რაც არ ვიცით და პირიქით ფეხბურთელებს არ უნდათ ესა თუ ის მწვრთნელი რა და სვანაძე მეც გონია რომ ყველაზე კარგი ვარიანტია. მე მომწონს იცი რა, რამდენჯერმე ედონაკრებს მისი სპიჩი მატჩის შემდგომ ან მატჩამდე და ისეთი სწორი შეფასება და ემოციური სწორი კონტროლი აქვს, რომ სხვანაირად შედეგი ვერ მოვა. ანუ შეიძლება უცებ რაღაცა 5 თამაშიანი კარგი სერია ქონდეს მწვრთნელს, რომელიც არ არის ეგეთი კარგი, მაგრამ ამდენი ხანი სტაბილურად ეგრე მუშაობდეს და ეგეთ, ანუ შეუძლებელია, რომ არასწორი მუშაობით რა შედეგებიც გვაქვს სხვადასხვა საკლუბო ფეხბურთში ხდებით კი ნამდვილად სანამ საკლუბო ფეხბურთზეც გადავალთ და ვისაუბროთ აუცილებლად ამ თემაზეც ნაკრებზე ვსაუბროთ და ტრანსფერებიც ვახსენეთ. ვერდერივა გავიხსენეთ, რომ აი საუკეთესო გუნდი იყო, სადაც ქართველი თამაშობდა და უცებ აი 5 წელიწადში შეიცვალა ყველაფერი. აი ამ განულ პერიოდს როგორ შეაფასებ და თუ ელოდია ისეთ სწრაფ განვითარებას და ისეთ სწრაფ დიდ ნაბიჯს? არა, ნამდვილად არა. 2020-შიც, როცა ჩვენ შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და ნაკრები ადეკვატურ ფეხბურთს თამაშობდა უკვე, მაშინაც აი ცოტა კარგი სიტუაცია იყო, მაგრამ ვერ იტყოდი რომ რაღაცა გინდა თუ რა კვარაცხელია, რომელიც ძალიან გვეიმედებოდა და თამაში არ იყო, ითამაშებდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იქნებოდა დღეს, ანუ მაგის ვარაუდი იყო. ხო, ძალიან შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვინდა ცხადია და ძალიან გაგვახარა ამ ყველაფერმა. იმ რეალობაში სადაც ვიყავით და რაღაც ისეთი კლუბები გვიხაროდა, რომ ეხა ვიწუნებთ. კი, ეგრეა. ხო და შესაბამისად ეგ პროგრესი აუცილებელი იყო, ანუ აი ეს 5 წელიც რო ეგეთი არ ყოფილიყო, წარმოიდგინე შენ ეხა აი ამას მინუს ნაკრების წარმატება კიდე, ანუ რაც ხდება ქართულ ფეხბურთში. ამას გამოაკლოთ ნაკრების წარმატება და ანუ ჩათვალე რომ დეპრესია გვაქვს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეგ მომენტი რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით,
ალბათ ადამიანების ცხოვრებაში არ გულისხმობ ვისაც ფეხბურთი უყვარს მარტო მაგათ. ადამიანების ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტი, რომ ამ დაყოფილ საზოგადოებაში რაღაცა გამაერთიანებელი აღმოჩნდა და ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და არ უყურებდით როგორც მტრებს და მირაც გერმანიაში ნახე ეგეთი რაღაც. აი მან ვერ ვიყავი სამწუხაროდ, ხო? აი იცი როგორ ვიყავი მილაპარაკი ამ თემაზე, აი ბოლოს ისე ვიყავი, რომ აი ემოციებისგან იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ მაგისგანაც აი აღარ შემეილო ამდენი რაღაც კარგი ადრენალინი და ემოციებს ვეღარ გამოხატავდი. რაღაც კვარაცხელიას გოლზე ვიდექი პორტუგალიასო გაიტანა, იქვე ვიდექი რა ტელევიზორში ვჩანვარ და რაღაც აი მაგ გოლს ვუყურებ და დღესაც ვიდეოს რო ვუყურებ ხმას ვერ ვიღებ. ანუ აი ეგ რეაქცია რაღაც ემოციები იმდენად წარმოუდგენელი რაღაც იყო ჩემთვის და მიუღწევადი რომ ვერ სინატრებს ადამიანი თითქოს თუ რაღაცა ეს რეალობად რო გვექცა. არა, სასწაული იყო, მართლა სასწაული იყო და ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ჩავარდნა არ მოხდეს, იმიტომ რომ 91-ის დინამოზე ისტორიებით გავიზარდე, რა ვიცი რა, აბა ესეთები და კი ბატონო, თან არაფერი გადამეტებული ქართველებს გვიყვარს რაღაცა და ზოგადად ფეხბურთსაც უხდება, რომ იმან 6 კაცი მოატყუა და მე რა ბონათი შეაგდო და მე რო ნახავ, ანუ 2 კაცი მოატყუა და დაარტყა თუ რაღაცა, რა გადაბუქება და ეს რაღაცა ამის ნაწილია, სპორტის ნაწილია. რაღაცა დავკმაყოფილდეთ რა. არა, ეს უნდა იყოს აი ახლა პირიქით გაიხსნა რაღაცა ცა და მოგვეცა შანსი, რომ ამ ნაკრებზე დავაშენოთ წარმატება და ერთი ის რომ კლუბები ვერ გაყვნენ ამას, ეს ერთი ძალიან დიდი მინუსი უკვე, ანუ უკვე რაღაცა ვერ გამოვიყენეთ სწორად. უკვე ამდენი ნიჭიერ ფეხბურთელი გვიბოძეს ზეციდან და უკვე ვერ გამოვიყენეთ რა როგორც საკლუბო. და სანაკრებოშიც მაგიტო თქვი რომ შევსება და გაძლიერება, რომ გადახალისება ვიღაცა ესეთი ტიპის, რომ აი ამ ფეხბურთელს შეუძლია რომ makes a difference რო იტყვიან, ცვლილება მოახდინოს რაღაც ისეთი, რომ ერთი ნაბიჯით ზემოთ წაწიოს ნაკრები რა. ეგეთი ფეხბურთელებიც უნდა წამოვიდნენ და რა თქმა უნდა ზედმეტ შეიძლება ვითხოვდეთ, პატარა ქვეყანა ვართ, ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ შეუძლია ამ ქვეყანას ძალიან კარგ და ადეკვატურ დონეზე ითამაშოს ფეხბურთი. კი, ყველა გუნდს და აკადემიას პატივისცემა, ვინც რაღაც შრომობს და სწორნაბიჯებს ცდილობს რომ გადადგას, თუმცა დინამოს აკადემიას რა აკადემია წავს და მართლა ოქროს საბადო აქვს ამდენი ფეხბურთელი. და მე ამდენი ფეხბურთელი ზოგი ანუ ვეღარ ხვდება ხო, შეიძლება ვერ მოხვდე რაღაც 11 კაცში და ვინ გუნდში ვეღარ მოხვდე, რომ პირველ გუნდში ვეღარ აიწიო და რაღაცა და ანუ მე ეს ფეხბურთელები იკარგებიან. ოქროს საბადო აქვს, ხო? ოქროს ალომბარდებენ. ანუ აი დინამოს ეგრე გამოზდის, იმიტომ რომ აუ არც მილიონჯერ მილაპარაკია მაგაზე რა. ანუ ეგრე არასწორად. აი ხო შეიძლება რაღაცა სწორად გააკეთო შემთხვევით. აი 10 წლის განმავლობაში რაღაცა რა, ანუ აი რაღაცას შემთხვევით გააკეთო სწორად. ეგეც კი არ არის რა, ანუ რომ შემთხვევით არაპროფესიონალად მოიქცე, მაგრამ აი სწორი გამოგივ. ხო ყოფილა ცხოვრებაში მომენტი ეგეთი, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგამს და აი გამართლებულა ეგ ნაბიჯი რა და აი მაგასაც ვერ აკეთებენ. იმდენად უიღბლოები არიან ეტყობა. ეხლაც ჩიქოვანი რო წავიდა ვოტფორდში, მახსოვს ეს ფეხბურთელი წინა წელს დარასელიას თაზე თამაშობდა და უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელი იყო და იშვიათად რომ ვიღაცაზე მსგავსი წარმოდგენა შემექმნას, რომ ეს ძალიან მაგარი იქნება და რაღაც ეს მოლოდინი მაქვს ამ ფეხბურთელზე, კიდე არის რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ერთ-ერთი არის ჩიქოვანი. ვერ გამოიყენა გუნდმა ფაქტი, ანუ ბართიშვილი ძალიან მაგარი. ბართიშვილზე ვიცი, ანუ როგორც აბუაშვილზე, ჩაკვეტაძეზე და აი ნინუაზე აი რაღაც ლეგენდები ისმო და ამ ბავშვებს მესმის ახლა ძალიან დიდი ხანია. ძალიან მაგარი ბავშვი. რა ვიცი, ანუ ნახე ადრე ეხლა დინამოში ფული არ არის, თქვათ. მაგრამ ფული როცა იყო, მაშინაც მაინდა-მაინც ყაირათიანად ვერ იხარჯებოდა და ახლაც რაღაც შტაბ-შტაბი იქნება, გარე პირს შეიძლება შეექმნა შტაბ-შტაბი, საქართველოს ჩემპიონატში ფული არ არის. მე რა ვიცი ტრანსფერი, მეც არ ვიცოდი ეგ რომ დავინტერესდი, რა ფულია ნახარჯი და რატო, ანუ ქართულ გუნდს მაგ სატრანსფერო ბიუჯეტებით რაც არის. ფეხბურთელი შენარჩუნება არ უნდა უჭირდეს. უბრალოდ სწორი შეფასებაა საჭირო, რომელ ფეხბურთელს გადაუხადო მეტი 16 წლის ფეხბურთელი გასაგები რომ არ ღირს რაღაცა ის, მაგრამ ცოტა თუ შენ გჯერე რომ ეს არის მესი და გაყიდი მე 100 მილიონად თუ რაღაც იმაში ხო შეიძლება რომ ცოტა მეტი გადაიხადო და კმაყოფილი იყოს და არ გაიქცეს. ვიღაცამ თუ გადაუხადა ამ კვარაცხელიას ფული და რაღაც ბინააჩუქა თუ სიტყვით პირობითად ამ კვარაცხელიას ან ვინმეს და წაიყვანა ხო? შენ რატო არ შეგიძლია იგივე გააკეთო? მე მახსოვს თამაშობდი დინამოს აკადემიაში,
აი რა პრობლემაც აქვს დინამოს. რა ხო შეიძლება რაღაც ფასი ადეკვატური დაადო, რომელიც ფეხბურთელი სარფიანად გაყიდო. აი ეგ მოგება ნახო. ისეთ კონტრაქტს თავაზობდნენ კვარაცხელიას და დავითაშვილს 16 წლის ეგ ვიყავით. ისეთ კონტრაქტს თავაზობდნენ, რომ რაღაც 5 წლიანი 5 მილიონი. ხო ხდები, ანუ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელში იმით უმეტეს იმ დროს შეიძლება 5 მილიონი ვინ უნდა გადაიხადოს, ვინ უნდა გამოგისყიდოს, ხო რა უნდა გააკეთო, წარმოიდგინეთ. ამ ფეხბურთელებმა რაღაც გავს კონტრაქტი იყო მოკლედ და ხელი არ მოაწერეს. და პირველ გუნდში იყვნენ, აი ეს სეზონია კიტაიშვილმა რო პენალტი გამაზა. ხო, ყველა რო გაუშვეს. ხო, მე ყველა რო გაუშვეს. მახსოვს რომ აი თავიდან ჩვენ გუნდს რო ვარჯიში გქონდა, რაღაც საჯარიმო მიცეს და აქი ვარჯიშეთო. ორ ფეხბურთელს ამ დავითაშ მარტო ეს ჩვენ გუნდი ვარჯიშობთ და ეს ორი ფეხბურთელი თქვენ იქი ვარჯიშეთ, ხო არა წერთხელსო და იქი ვარჯიშეთ. მერე მეორე დღეს მინი სტადიონზე გადავუშვეს, რომ ვაფშე პატარა სტადიონზე აი ბავშვები რო თამაშობენ 5-5. ეხა იქი ვარჯიშეთო და ეს მამას რო უყურებდი თან ესო მოდიოდნენ ყოველდღე ვარჯიშობდნენ მიუხედავად მახსოვს საბალოჟანიძესაც გავს პრობლემა ჰქონდა და აი ასეთი პირობების ხარჯა ეხა ესეთ რაღაცეებს რო გამოივლი ხო ხდები რთულია. მინი სტადიონზე ვინ თამაშობს ეხა? კვარაცხელია თუ დინამო? ხო. აი როგორ მახსოვს იცი აი ვიხსენებდი კიდევაც რაღაც საუბარში რომ აი იქ რო ვარჯიშობდი და დღეს აი აქ ხარ აი ჯერ ამდენი ის გინდა ნერვები ხო გინდა მართლა რომ აი ესე გუნდი ესე გექცევა და რეალურად რაღაც აი ხო ანუ პატრიოტული მოტივებიც ვერ გექნება ეგეთი გუნდის მიმართ იმიტომ რომ ეგრე მოგექცეთ. ხო თან რო იცი რომ აი როგორი ნიჭიერი ფეხბურთელია რომ მართლა საუკუნეში თუ არა რაღაც 20 წელიწადში იბადება ესეთი ფეხბურთელი და შენ უშვებ რაღაც მინი სტადიონზე ავარჯიშე. ალბათ არ ვიცი ხა იმე პატრიკ ვოში მახსოვს რა 300,000 евро გადაიხადეს ანუ მაშინ პატრიკ ვოში ნუ გადაიხდეს 300,000 და დაგიჟერებ რომ ისი რა არის შენ ხარ საწყალი ამათ ზრდი და ფული აღარ გაქვს და იცი რა ვეღარ დააკავე მე და იუს რაღაცაზე მეტი ცოტა ხონა გარისკო ანუ ფეხბურთი ხო რისკთან არ დაკავშირებული. ნუ ახლა 5 ბავშვს რო უყურებ აქ 5-დან შეიძლება ყველამ ვერ ითამაშოს რომ გარისკავ და ფულს გადაუხდი რაღაცა ცოტა არადეკვატორს იმ დროისთვის. მაგრამ ნუ 1-2 თუ გამოგადგა უკვე გაცილებით დიდ ფინანსურ სარგებელში ხარ ვიდრე რა ვიღაცები რო ჩამოყავს და თანმიმდევრული უნდა იყო რა. ანუ საქართველოს ჩემპიონატში სახორო ჩამოდის მე ავი თავიდანვე ვერ მივესალმე მაგ ტრანსფერს და ვერ აღფრთოვანდი რა და ხო ანუ სახოს რა ფულიც გავატანეთ აქედან ხო წავიდა უკვე მაგ ფულით ძალიან ბევრ ბავშვს გაზრდიდი რა და მე მგონი ორიენტირი როდესაც ესეთი კარგი ნიადაგია და კარგი ნაყოფი მოდის ამ ნიადაგიდან და არაჩვეულებრივი ფეხბურთელები იზრდებიან მაგა დაახარჯო ფული და რაღაცა უფრო მასობრივი გახადო ფეხბურთი და უფრო მეტ შეეძლოს თქვა ფეხბურთზე აი ესეთ ამეებში უნდა იხადო ფული და ამეებში უნდა დააბანო მე ეგრე უყურებ სახოს ჩამოყვანა რა ვიცი ვის მოაფიქრდა თავში მე მირჩევნი აი დღეს დინამო თბილისი ვახსენეთ აი რა შემადგენლობაა ყავს ძირითადად აი აკადემიის ფეხბურთელები დაკომპლექტებული 1-2 ფეხბურთელი ანკავა ლორიან ვეტერანი მირჩევნია აი მესამე ადგილზე ამ აკადემიის რესურსით გავიდნენ, ვიდრე აი შე რაც ახსენე რომ ვიღაცას მილიონები უხადონ და ისევ მესამე მეოთხე. ხო, მაგრამ იცი რა ის რო ხო, ანუ უფრო ქვემოთ ჩადიან, ხო? ანუ ეხლა შენ ისე თქვი რომ ანუ პირველზე რომ გადიოდნენ და იგებდნენ იმ ჩამოყვანილებით კიდე ხო? ხო, მან რო იგებდნენ რაღაცას აი არაფერს. კი ბატონო, ანუ ესე სწორად მუშაობ, იგებენ, გადიან სადღაც. როცა აკადემიის ფეხბურთელი შეგიძლია ამ რესურსზე გასვლა ანუ აი იმდენად ანიბანი არ არის ქართულ საკლუბო ფეხბურთში ხა მე დავინტერესდი რა ანუ მართლა როდემდე შეიძლება პრესა მე მგონია თან ბეჭდური იქნება ეს თუ რაღაც ონლაინ მედია თუ რაღაც ძალიან მიშვებულია რა აი ხა რუსთავი ორზე გადიოდა ხოლმე მაგალითად საფეხბურთო ღამე დიმო ბოლოდეს მიყავდა მაგ დროს რუსთავი ორი არის ჩათვალეთ რა ყველა იუთუბერი აღებული ხა ერთიანად რომ დაждდეს და რაღაც ერთი ჩანელი გააკეთოს და მან დრო მაგ რიჩზე მაინც ვერ გავა. იმიტომ რომ ის იყო ტელევიზია და მარტო ტელევიზორს უყურებდა ხალხი მაგ დროს რა. ხო და შესაბამისად რაღაც პრობლემატიკაზე რო ლაპარაკობდნენ, ნუ დაფარვა ძალიან დიდი ქონდათ და დღეს არათუ რაღაც ეგეთი მასშტაბური მედია პლატფორმა არ ინტერესდება. ზოგადად ანუ გაშუქების ანალიტიკის ძალიან სერიოზული ნაკლებობაა რა ის პრესაშიც და ონლაინ მედიაშიც. და მე მაგიტო მგონია რომ მე კი ბატონო ორ შაბათობაში დავждები წავწო ვიღაც ფეხბურთელს შევაგინო ანუ ზოთა გასართობი გადაცემა მაქვს ვიდრე ანალიტიკური მაგრამ ანუ ამის ყურება უკვე არის შეუძლებელი და ჩვენც რაღაც დავინტერესდით მართლა რაღაც შეხვედრები გქონდა უკვე რომ რა ხდება რატო არ ალაპარაკობს ამაზე არავინ საერთოდ
მე საინტერესო ფაქტი გითხრა, ჩემი ინფორმაციით ბოლო 2 წლის მონაცემებია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისე სანდო ადამიანისგან აქვს ეს ინფორმაცია. 3-4 გუნდი იქნება ბოლო 2 წელიწადში, რომელმაც ფონდის გარეშე ფული დახარჯა. 3-4 გუნდი. ხო, დანარჩენები მარტო ფონდის ფულს ხარჯავენ. მარტო ფონდის ფული იხარჯება. ოღონდ ანუ ახლა იმაში არ გულისხმობ, მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება ფეხბურთელი გაყიდოს და ისევ გუნდს მოახმაროს. ანუ ის ანუ მე გულისხმობ, რომ რაღაც შემოტანილი ინვესტიცია რო იხარჯებოდეს გუნდში, არ არის, ანუ 3-4 გუნდსაც. ძალიან ლოგიკურია. ანუ ძალიან ლოგიკურია ეგ. მაგ 3-4 გუნდს ალბათ უნდა, რომ რაღაცა იმ მაგის მიღმა ფული დახარჯოს და რაღაცა გააკეთოს კიდე. რანაირად გამოზდით ეს საქმე, მაგრამ ალბათ მაგ გუნდებს უფრო უნდათ ვიდრე იმათ, ვინც საერთოდ ახარჯავს, იმიტომ რომ რა ვიცი ეხა, ეგ თან პირველ ლიგას ხო არ ეხება, მარტო ქვედა ლიგებში ხო არის, მეოთხე ლიგაც ფინანსდება, ხო? და იმაშიც რამხელა ბიუჯეტი მიდის. ხო, მე ხა 38 წლის რო ხარ და 40-ის და რო თამაშობ მან და ხელფასს რო იღებ, აი რა мотивация და რა ამბიცია უნდა გქონდეს ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობ თუ რა, ანუ შენია რომ უბრალოდ იარსებოდა. არსებობაში ვიხდით ფულს ქართული ფეხბურთის და არ არსებობს თან, ანუ ამას თუ არსებობა ქვია, მირჩევნია რომ არ არსებობდეს საერთოდ და რაღაც სამოყვარულო ჩემპიონატი იყოს რა. ან გაფილტრავდა ეს ფონდის არ არსებობა ეგეთ ხალხს, ვისაც უნდა გამოჩნდებოდა რა, ვისაც ფული ჩადება უნდა, მაგრამ მაგაზე რომ ეხლა ფიქრობ ხოლმე, ანუ ისეთი სიღრმიდან არის დასაწყები ყველაფრის გაფილტრა, რომ ანუ აი წარმოუდგენელია ხალხო, მაგრამ ვეცდებით რომ რაღაცნაირად უფრო ადეკვატური აზრი მოვიტანოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე გამოდის კობიაშვილი, იღებს რაღაცა პასუხისმგებლობას კი არ იღებს, მაგრამ გამოდის და ის ხვდება კრიტიკას წვირწინ. ანუ აი ეგებება. როდესაც კობიაშვილის ბრალი არის, მაგრამ არა მაგდენი როგორც კლუბების. და ნუ რა ვიცი, ანუ ისინი ჩუმად არიან და არასწორი ადრესატიოთ. მე ეს ამბობსო არასწორი დისკუსია მიდისო, თან ვერ გეუნება როგორ დისკუსია უნდა წავიდეს, იმიტომ რომ კლუბებსაც ითვალისწინებს ალბათ. და ვართ აი რაღაცა ჩაკეტილ უაზრო წრეში და ამ შემთხვევაში პრესის და ონლაინ მედიის და YouTube-ის იქნება, TikTok-ის თუ რა ვიცი, ბევრი კრეატორის ძალა ის არის, რომ ჩავიდეს, დაელაპარაკოს იმას, რა სტადიონები გადაიღოს რა მდგომარეობაშია, კლუბის მენეჯერს დაელაპარაკოს თუ აყავს ეგეთი რაღაცა, ზოგ სპორტული დირექტორი არ ყავს საერთოდ, ხო? ფლობელს დაელაპარაკოს, აი რაღაცა ცოტა შევაწუხოთ ეხალხი რა. არ შეიძლება ეს ვიჯდეთ და ძალიან მარტივია კომედი შოუს გამართვა საკლუბო ფეხბურთის მერე, გამოვიდეთ და ყველამ რაღაცა ერთი და ვაფურთხოთ ამ საფლავზე და ანუ სასაცილო იქნება, ანუ ნამდვილად შემიძლია გავაკეთო ყოველთვის. მაგრამ შედეგის მომტანი არ იქნება. და ცოტა თუ არ შეწუხდა ეგ ხალხი და არ ავაფარეთ სახეზე, რომ ძმაო, ეს სად არის ეს ფული, ან რატო არ აკეთებთ ამას, ან თუ არ დავინტერესდით, მოკლედ არ ვთხარეთ რა, კარგად ზაღლისთავი, ესე იქნება სულ და კი ბატონო, ქართულს გვევასება, რაღაცა არ მოხდება, გამო ის სტატუსს დაწერს, ის იმას იზამს იმას და კი მაგრა დავცინებთ. მაგრამ ესენ გააგზელებენ ფულის ჭამას და არ აქვს პრობლემა რა. გეთანხმები. მოდი გადავიდეთ წინა სეზონის შეჯამებაზე, რაც ქართული ფეხბურთი ამოვწურეთ. PSG-ის ჩემპიონთა ლიგა, მერე საკლუბო, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იყო. ვისაუბრეთ ხვიჩა კვარაცხელიას და რაღაცას ვადევნედი ამას წინათ თვალს და წინა წელს 15 აგვისტოს რო დაიწყეს ფეხბურთელებმა სეზონი და თუნდაც ხვიჩამაც მორჩა 15 ივლისს. 11 თვე ხო, ფეხბურთელი თამაშობს გაუჩერებლად, ზამთარში ფაქტობრივად არ არის შესვენება. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან რთულია თუნდაც აი ფიზიკურ კონდიციები რო წყობში კონდეს. წინა სეზონი რო შევაჯამოთ, ელოდი თუ არა PSG-ს ასეთ დომინაციას, თუნდაც ფინალურ ეტაპზე. ფიზიკურზე მეტად შეიძლება გონებრივიც იყოს რა, ანუ ერთ იგივე რაღაც კეთება, აი მაგ დოზით და მაგ დატვირთვით, მენტალურ ჯანმრთელობაზე მგონია რა, მე ფსიქოლოგიით კი გამომდის ახლა რა რაღაცა. არა, გეთანხმები. მაგრამ მგონია რავი, რომ მენტალურ ჯანმრთელობას მაგრად უბრწყამს. პარის სენ-ჟერმენის ამბავი ზამთარში რო შევაჯამეთ, ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე დამთავრდა. მაშინ თქვი რომ მეთქი ვერ მოიგებს წლევანდელ ჩემპიონატს ლიგას. ორ-სამ გუნდზე ვთქვი დიდზე რა. სიტიზე და ბაიერნზე ვთქვი, რომ ანუ აი არა. და ნუ პარის სენ-ჟერმენი ისე დღეში იყო, ანუ მეთქი აი ჯერ პარის სენ-ჟერმენი ხო ჯოუკი იყო, ანუ ყოველთვის რომ აეხლა და არაფერი არასდროს და
ეხლა რეალმა რო ვერ ითამაშოს ჯგუფურ ეტაპი, იმაზე ვერ იტყვი რომ ეს ვერ მოიგებს რა, იმიტომ რომ რაღაცა მენტალიტეტში შეიძლება გაიღვიძოს რაღაცა იმის სულმა ვიღაცის და 92-ს უცე. ხო, ანუ რა, უცებ ამოაყირავოს ყველა. არის Saint-Germain-ი ეხლა ეგეთი გუნდი რომ დააკამბეკოს ჩავარდნილი სეზონი, ნაღრად არ მეკონა რა და ზამთარი რო გავიდა, რა ვიცი, რა მოხდა ეგეთი არ ვიცი. კვარაცხელიას ტრანსფერს დავაბრალოთ ჩვენ და რა თქმა უნდა ეგეც იყო ერთ-ერთი მთავარი. ის რო ითამაშეს, პლეიოფი რო ითამაშეს, ჯგუფურ ეტაპის მერე, პირველივე თამაში ეთყობოდათ, რომ ეს ვაფშე სხვა გუნდია. ხო და მერე მაკედან უკვე, აი მაგ თამაშიდან შეიძლება და ყველაფრის დაჯერება, იმიტომ რომ რაღაც სასწაული ფეხბურთის თამაში დაიწყეს. როგორ მოხდა ისე რომ პირველი ნახევარი რაღაც ეგეთ კატასტროფულად ცუდი კონდათ და მერე ისეთი ამხელა ნახტომი. პირველ ტურში მოიგეს ჯერ ხო იმ რას. თა როგორი ფეხბურთით ხო? აი ფინალშიც ეგრე რო თამაშობ, წარმოვიდგინე. სასწაული, ანუ მართლა სასწაული. ჟირონასთან ის ავტოგოლით თუ რაღაცით რომ მოიგეს, ეგ დაეხმარათ კიდე რომ პლეიოფში შესულიყვნენ თუ რაღაც, ანუ ეგეც რო არ ყოფილიყო, მანდაც ვერ შედიოდნენ თუ რაღაც და აი მაგ გუნდზე და უცებ ტიპები ხდებიან, რა ვიცი, ანუ მონსტრი რაღაცა, კოშმარულად ძალიან მაგრები, იქ დემბელე უმატებს. ეს დეზირე დუე სასწაულად თამაშობს, ბარკოლა კვარად რო გაიგო, კვარაცხელი გადადიოდა და გაფრინდა მაშინ. და კვარას მოსვლამ საერთოდ დააგვირგვინა და რავი ვიტინიაზეც და იმაზეც დიდი წარმოდგენის ვიყავით ხო აი ამ სეზონამდე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მყავდა ზოგადად ყოველთვის PSG-ს ნახევარდაცვა. ხო ახლა ვერატი მევასებოდა ყოველთვის მანდ რო იყო, მატუიდი მევასებოდა, აი რაღაც იმპერალის Saint-Germain-ს პროცენტი პატევს. ესენი უგარტე ხო გაუშვეს მე და ეგ ძალიან კაი შეტენეს იმათ. უგარტე და აი რაღაცა ეს დანილო პერეირები და ვიღაცები რო ყავდათ, აი რენატო სანჩესი. ხო, რენატო სანჩესი მე რა გუნდში გაანათხოვლეს ახლა თუ რაღაც. ხო და არასერიოზულად უყურებდი, მაგრამ ლუის ენრიკე ხო ეს სწორი მიმართულება და თუნდაც ნაკლები ბიუჯეტი. ნაკლები ბიუჯეტი და სწორ რელსზე დადგომა რამდენს შვი. მაგარი რაღაც საფეხბურთო ისტორია ხო მეორდება ხოლმე რა. არა მარტო საფეხბურთო ზოგადად რაღაცა იგივენაირი ტემპლეიტები ისტორიაში არსებობს, რაც ეხლა ხდება სიტყვაზე ამ ქვეყანაში. აი მბაპეს წასulis მეორე პარიზში მოიგო და იმან ვერაფერ ვერ მოიგო. აი ლოგიკურია რა. აი ეგრე ჩამოკიდება ერთ ფეხბურთელზე და აი ამ ხელა ძალაუფლების მიცემა და galactico. ანუ Paris Saint-Germain-ი ხა. ნეიმარი, მესი და მბაპე. ეხა galactico-ა ხო? ანუ თანამედროვე galactico არის. გასაგებია რომ დაცვაში, მაგრამ იმათაც ისინი ზიდანი და ფიგუ და ისინი აღარ იყვნენ კიდე ზედმეტად, მაგრამ სამი ისეთი ტიპი ყავს. ნუ მესი ყავს. ყველაფერს თავიდან და კიდე ეს ორი მონსტრი და მაგან რო ვერაფერი ვერ ქნა და აი მბაპეს ბოლო უკანასკნელი იმის მოხიკანის წასulis მერე რომ მოიგო ლიგა, იმიტომ რომ გუნდია მთავარი და გუნდი იგებს. აი ეგ იყო ძალიან მაგარი დასტური. ეს მით უმეტეს და ეს ლუის ენრიკეს სპიჩი მბაპესთან რო დაცვაში მუშაობა რამდენს ნიშნავს. და კვარაცხელია მე ახრთოვანდი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვევასება რომ ბურთით და რებს აკეთებს და საოცარი ეს პასი და ძალიან დახვეწილი ფეხბურთელია რა, ერთ სიამოვნება აყოლე. აი ძალიან მაგარი. სრულყოფილ ფეხბურთელზე რო ლაპარაკობ დიდხოლმე ადრე დაცვაში თამაშს ახლა არ ვითვალისწინებთ. კალალბურთში უფრო არის, ეგ რო აი რაღაცა defensive player of the year რო გახდა ჯორდანი და რაღაცა. ანუ ორივე იმდენად მნიშვნელოვანია მანდ რომ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეს თუ არ გაქვს ეგეთი მაგარი ვერ იქნები. ფეხბურთში შემტევს რონალდინიო, ახლა რონალდინიო არის უყვარს თაობების ფეხბურთში აყვარა, მაგრამ იმიტომ რომ დაცვაში კარგად თამაშობდა, ვერ თამაშობდა კი არა, არც თამაშობდა და არც გვიგონა რომ მოეთხოვებოდა ეგ. შენ წადი ბურთი მიიღე და ანაწილე რა, ეცბაია რომ ამბობდა. კვარაცხელიამ რაც ითამაშა, როგორ დაცვაც ითამაშა, თან დიდია ხა მაღალია რა ფორმის ფეხბურთელი. არსენალთან გამოვშტერდი რა. შემტევი ტიპის, თან ეგეთი მრავალმხრივი ტიპის, ეგეთი მაგარი თამაში დაცვაში. არ ნანახი მაგ თუ არა. აი ნეხში რო ხარ მithmetes გინდა არ გინახო რაც ნერვიულობ, აი პულსიც უფრო მაღალია და ამდენს რო დარბი ხარ, ამდენს რო მუშაობ, მე წინა ენერგია ყოფნის, უკანავი, როგორც ნუნო მენდეში მაგააჩირა, ყველა სტარ მარჯვენა ვინგერი იქვე იყო კვარაცხელიაც. კვარაცხელიას ვერ გასწრებ. ისა ძალიან მაგარი მომენტი, ბოდიში რო გაწყვეტინებ გიულ ესა მბაპეს რო ბურთს ართმევს და გიულეს. აი მან და აი ეგ იყო წერტილი, აი სეზონის შეჯამება რა. ეგ და ხო აი არსენალთან მქონდა მე მგონი რა პირველი ის რომ ვერ ცდებიან ტიპს, ანუ რანაირად. ანუ ამაში რატო არის ეს ტიპი ესეთი მაგარი რა, იმიტომ რომ რანაირად ვერ გაცდე. ყველაფერი გავიგე რომ მოგატყუა და ჩაგიტარა და რაღაცა ეს გაიკეთა.
მაგრამ ამ კუთხით დანახვა რომ ტიპს ვერ ცდებიან, მალდინის რო ვერ ცდებიან და ნესტას და ვიღაც მესმის, მაგრამ კვარაცხელეს რატომ უნდა გაცდა შემტევი, ნახევარმცველი იქ არის. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა ალბათ, რომ კარგ მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა, რომ გადახედო მის კარიერას, სპალეტი ხო მოუწია, მერე კონტე მოუწია. და მოუწია ლუის ენრიკე და ლუის ენრიკესთან რო გადავიდა, მარჯვნივ ცადა, შუაში ცადა, ყველგან ცადა და ეს კონტესთან ახლა დარწმუნებული ვარ დაცვით როლს რო ხო, დროზე მოშორდა, მაგრამ რაღაცა წამოიღო, დადებითი წამოიღო, აი ეს რაც მგონია რომ ეს მინდა სლუცკიც კარგი მწვრთნელი იყო. იმ რუსეთის დონეზე არისო ჯაგაფეგოვის მოყვარული რა ტექნიკური. ხო და აი ესეთი სპეციალისტები მაინც მოუწია რომ მგონია რომ ეს სრულყოფილება რო შეკრულიყო, ძალიან დიდი დამსახურება მათი რა. ლუის ენრიკესთან მით უმეტეს. ხო არა, ბუდუც რო ყავდა, სტუმრად ბუდუმ თქვა რომ ჩამოვიდაო, ისეთი მომატებული აქვს რომ ბურთს ვერ ვეხებითო რა ვარჯიშებზე. აუ, ხოლმე ფოტოს ამონო იმდო რომ ერთი ქართველებს გაგვიჩნდა ნაპოლის რო გადავიდა ყვა რომ რაღაცა მე პირადად თამაშების ყურება დავიწყე ნაპოლის და ის დამიბრუნდა რა ბავშვური აღტაცება. მესი რო წავიდა რაღაც თითქოს მორჩა ჩემთვის, აი რაღაც ეგ განცდა მქონდა PSG-ში არც უყურებდი სიმართლე გითხრა, აი ყოველ შაბათს და კვირას ველოდებოდი იმ ბარსას თამაშებს და მესი თამაშის გამოდა. ანალოგიური შეგრძნება მქონდა, მე შეიძლება ახსენო. აი ზუსტად, მეც აი რაღაცა გამიჩნდა რომ არა და აი რაღაც ქართველი და თან ესეთ დონეზე და ყველა გოლზე რო სახლს ანგრევდა რო გიხარია და უცებ თითქოს ახლა იყო და ტიპა მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მოიგო სერია, ეგ ყველაფერი მოიგო რა. ხო და ის საგულშემატკივრო შემიმცირდა რა მოყოლედანო რა. არის ზენერონის თამაშობს საფრანგეთის ჩემპიონატში რთულია რომ უკომაგო მაინც რა ფავორიტის სტატუსით თამაშობს და ნაპოლის რა ეშხიც ქონდა რომ უყურებდი, ისეთი ეშხი არის სენ-ჟერმენს არა აქვს. ნაპოლი 3 წელიწად ჯორჯია ჩემპიონი გახდა, მაგრამ აი რაღაც ყველა სეზონს მაინც შეიწყებს რომ პირველი ნომერი ვერ არის, ვიღაცა სხვა არის და მაგის ყურება უფრო საინტერესო იყო, მაგრამ ნუ რა ვიცი, ჩემპიონთა ლიგაზე ვნახოთ რა პარი სენ-ჟერმენი. ხო, ისეთი ადამიანი ამავდროულად რა, ძალიან ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომელსაც აი ნიჭი აქვს და ამავდროულად შრომა, ხო? აი ეს ორი რო ერთად მაინც შეერწყმება, ზუსტად ეს შედეგი მოდის და ამავდროულად ძალიან კაი პიროვნება, აი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ლიგა მოიგო, ხო, არის რომ მithumetes ქართულ მენტალიტეტში რქები აუშვა და რაღაც. აი ზუსტად იგივე ადამიანი, ზუსტად იგივე პიროვნება, შეიძლება პირიქით უფრო თავდაბალიც. კი, და დასაფასებელია ძალიან. ნამდვილად, რა ვიცი, ძალიან სასიამოვნოა ამ ეპოქაში ცხოვრება მაგ კუთხით, რომ რაღაცა ნათელი წერტილი გამოჩნდა რა. ოქროს ბურთზე კითხეთ ვარ არ მოს. კარგი, ხო. ოქროს ბურთზე რას ფიქრობ, ვინ მოიგებს, ვინ დაეუფლება? ოქროს ბურთი ესე ყვადაღებული, მე მგონი დიდი ხანი არ ყოფილა რომ აი ვინ. აი ვიტინიას ვარიანტი ცა დემბელე ცხადია. ხო, მე ямალს მივცემდი მაინც საფეხბურთო მამებმა იციან ხოლმე აი მბაპე მაგალითად 2018 წელს მე მგონი რომ მბაპეს ჰქონდა საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი. მაგრამ ეს მოდი პატარაა ახლა და ფოჩიანი კამფეტი ხაშენ ეს ტურნირი საუკეთესო ახალგაზრდა გახდით თუ რაღაც, იმიტომ რომ ნუ ახლა მოდრიჩს მიცეს და მოდრიჩი ვეღარ მოიგებდა ვერას დროს და ნუ მბაპე რაიზინგ სტარია, პატარაა, აუჩი ან რო უყურებ მაგ ჩემპიონატის კადრებს, მბაპე არის რაღაცა ირემივით რო დარბის რა, არგენტინასთან რეებს აკეთებს და ნუ სასწაული მბაპე რო ყოლოდა თავი, არ მგონი ეგრე ეფექტურად ეთამაშა საფრანგეთს. მაგრამ ახლა ямალს გონია რომ აი რაღაცა ჟურნალისტები და რაღაცა სადღაც გონია რომ ეგრე უყურებენ რა, რომ მოდი ახ ჯერ მოიგოს გოლდენ ბოი ხო მოიგო ისა და მოდი ამ დონეზე დარჩეს ჯერ, მაგრამ მე რომ მკითხო სეზონში ყველაზე მაგარი ვინ იყო სტატისტიკურად რაფინია იყო საოცარი მაგალითად დემბელე იყო ძალიან მაგარი მოიგო ყველაფერი, მაგრამ როლი და გავლენა გუნდზე ყველაზე დიდი მე მგონია რომ ямალს ჰქონდა და რასაც აკეთებდა მინდორზე არ გულისხმობ გოლებს მარტო და ასისტებს რა, მაგაზე მეტი კიდევ ერთხელ ამბობ ბევრს ჰქონდა ямალზე. ანუ მოედანზე როგორც თამაშობდა, აი მე მგონი რომ ბალონდორ მატერიალი ეგეთი უნდა იყოს რა. დემბელე შეიძლება ასევე იმ ყველაფრის მოგების გამო, მაგრამ პარი სენ-ჟერმენი მე მგონი რომ იმდენად გუნდური და იმდენად მაგარი წინთან დემბელე საოცარი პარტნიორები ყავდა, დეზირე დუგვეც და ბარკოლაც ეპიზოდებში ძალიან კაი იყო და კვარაც, რომელიც ოქროს ბურთის ათეულში იქნებაო რო ეთქვა რაღაცა ზამთარში ეთყოდი რომ შენ ხო არ უბერავო, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ოქროს ბურთის ათეულში კვარა იქნება. ავიცი, ანუ ისეთი სეზონი ქონდა რომ აუცილებლად უნდა იყოს და წინ როცა ეგეთი ვები ყავს
მე მგონია რომ მაინც უფრო იამალისკენ გადავხრიდი რა. უბრალოდ აი მან იამალი იყოს 25 წლის ახლა მე დარწმუნებული ვარ რომ იამალს მიცემდნენ. თორე ჩემპიონთა ლიგის მოგება მაშინ ვინისიუსისთვის უნდა მიეცათ, ხო? ანუ ჩემპიონთა ლიგის მოგება რო იყოს, თქვათ. ანუ მე იმან ის მოიგო რა ქვია. ევროპის ჩემპიონატი. ხო, ძალიან რთულია. მე ალბათ თანხმები ასე ევროპის ჩემპიონატის როდრის საუკეთესო ფეხბურთელობას. აი ვერანაირად თანხმები. ანუ ნახევარდაცვის ესპანეთის იყო ძალიან კარგი და რუისაც და ოლმოსაც და ეს ხვებსაც საოცარი როდრი ხა სიტიში ის სეზონი როცა საუკეთესო გახდა, კი ბატონო რა, ანუ ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მეორე სეზონში და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მე ვერ გავიზიარებ. ნუ სიტის შეიძლება დაეთყო როდრის არყოლობა, მაგრამ რამდენად დაეთყობა და ესპანეთს, ხო, ეგ ცალკე საკითხი. ესპანეთმა ფინალი კი არა, რა ითამაშა? ეხა ერთა ლიგის. ერთა ლიგის კი არა, ის არა ქვია. ევროპის ჩემპიონატის ფინალში იყო როდრი? არისო? არა ხო. მე მახსოვს რომ არისო, თორე დაინდრა. დაინდრა, ხო. ხო და მაინც მოიგეს. და არისო ეგეთ ჯერსეთ ვერც იქნები თუ რაღაც თამაშის სურათ ისე არ მედის რომ აი შენ ხარ მთავარ როლში. ახლა როდრი გამოჩნდა მთავარ როლში, ინტერთან გოლი გაიტანა ლიგის ფინალში და რაღაც თამაშებში ძალიან ისეთი გამორჩეული იყო რა. მაგრამ აი ამ ესპანეთს თითქოს როდრი ეგრე მასშტაბურად არ დაჭირდა როგორც გვარდიოლას ჭირდებოდა და მაგრად გამიკვირდა რომ მაგას მიცეს. მაგრამ ეგენი არიან აი სახე ჭირდება ყველას უნდა მოდი ვის მივცეთ ევროპის ჩემპიონატის პრესტიჟისთვის როდრი წარმოსადეგი იყო ხა. ოლმოს რომ მოეგო ამ ვიღაცას არ აღჟღერს კარგად რა. აი როდრი რაღაცა ყველაზე ისეთ წარმოსადეგი მე მგონია რომ მაგიტომ ისცეს და ლიგის გამარჯვებულზე მიდის ხოლმე ოქროსბურთი ძირთადად. ძირთადად ხო. სანაკრებო ტურნირი არ იყო თან. საკლუბო საფლიო იყო და პარი სენ-ჟერმენი იქაც ფინალში გავიდა, კი ვერ მოიგო, მაგრამ მაინც. თუ მაგას გაითვალისწინებენ, ნუ დემბელეში კაი ვარიანტია, მაგრამ დემბელე კომიკური, ანუ ბალონდორი ვინისიუს და ბალონდორი დემბელეს კი ძალიან მოუმატა ორიო, მაგრამ ანუ მაინც ვერანაირად ვერა. აი ვერა. მე ვერ წარმომედგინე 2018 წელს რომ დემბელე და ვინისიუსი ბალონდორი ერთსა მეორეს ექნებოდა და იმან ვერ მოიგო და აი იამალს თავისუფლად ხედავ მაგ კატეგორიაში. ნუ ინტერთან ისეთი საოცარი მატჩი ჰქონდა, რომ ფეხბურთი ისე ამონებდი რა. არა ძალიან მაგარი. იამალი ის არის რა, ესეთი მატერიალია, რომ გეშინია რა, ეს რო გაიზრდება და ეს თუ გააგრძელა, მე რეალის გულშემატკივრის პერსპექტივიდან სისხლი გამშრალი იყო მაგ, იმიტომ რომ ჯერ რონალდინიო მე ის რაღაც თითქოს აი უფრო მეც ველოდი იამალისგან? არა, ნახე, მბაპეს ხო ეგრე იყო ამ ასაკში დაახლოებით და დიდი იმედი და მოლოდინი მქონდა იმისა, რომ მბაპე ამ ასაკში უფრო მეტად ტიტულოვანი იქნებოდა ინდივიდუალურად, გინ საკლუბოდ, ვიდრე დღეს არის. იმიტომ რომ არასწორ გუნდში იყო ჩემი აზრით და გაფლანგა ძალიან დიდი დრო იმაში, რომ ეხა წავალ, ეხა მივდივარ, აი ეხა თორე რეალში მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში ვერაფერი ვერ მოიგო, მბაპე არ იყო ცუდი და გოლებიც რა რაოდენ მე მგონი ეხა სტატისტიკა დაიდო ბოლო 17 გოლიდან 15 ამას აგატანელ რეალის. რეალი იყო არეული წინა სეზონში. სწორ გუნდში მბაპე არის, რავი, ანუ მე მაგრად კაი, ეხა ესეთი გოლი შეაგდო, რომ მბაპე მაგრად მე მინდოდა რეალში და კაი, ანუ შემიძლია მაგის გამო ფეხბურთს ჩავთო და უყურო რა, რომ მბაპეს შევხედო. იამალიც მაგდონის გონია. ესენიც კარგები არიან, მაგრამ აი რაღაცა იქამდე აკლიათ რა, რაღაც ზემოდან დაბერტყილი მარტო იმას გონია რომ აქვს, ამათ ნაკლებად. კი ბატონო, გავიდეთ ბოლოსკენ და რაც მაინტერესებს ყველაზე მეტად ქართულ ფეხბურთზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ კვარაცხელიაზე, მიქაუტაძეზე, არ გვიხსენებია მამარდაშვილი. აი ეხლა ეს სამი ფეხბურთელი ჩამოვთვალე და აი რეალურად ეს სამი ფეხბურთელია დღევანდელი ნაკრების მამოძრავებელი ძაღლი. სხვასაც ხადია ვაფასებ და დიდ პატივს ემ, თუმცა ამ ფეხბურთელებს ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ბოლო პერიოდში. მოდი ეს ვარსკვლავური სტატუსი. ხო, ამ სამი ფეხბურთელზე ყველაზე მეტი, თორე გუნდისთვის კოჩორა და კიტეიშვილი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ანუ ვერ დავაყენებ მათზე მაღლა ვერავის. ამ სამი ფეხბურთელის მომავალს როგორ ხედავ? რაც არ უნდა საოცარი იყოს, აი ალისონს რო წინა სეზონი კაი ქონდა, ეგ ცუდია. იმიტომ რომ მე ლივერპული პარი სენ-ჟერმენში იყო, ხო? კი, საოცარი მატჩი რა. ანუ ხო რა, ანუ აი მან ვიფიქრე რომ ეს არ მიდის ეხა, იმიტომ რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი 30 წლის მერე ფეხბურთს აღარ თამაშობს ხოლმე როგორც წესი რა, არის იქ სადღაც წამოკოტრიალებული, ან ფულის საშუალებაა რომ არაბეთში ეხა უკვე, ან ჩინეთში და ან სადღაც
900 იქით და ეს ცოტა სხვა შემთხვევაა რა, ეს ხონი თან მეკარე რაღაცა. უფრო ჭკუა დამჯდარი ტიპია. 5-6 წელიც რო ითამაშოს ისეთ ასაკშია, აი ამ მაღალ დონეს გულის ხო, ნოიერის და ბუფონის მაგალითი რო აიღოთ. ფაქტობრივად წინა სეზონი ქონდა ერთ-ერთი საუკეთესო რა. მართლა ძალიან მაგარი მეკარია. და მაგიტო მამარდას მაგკუთხით ცოტა არ გაუმარსლა, მაგრამ ანუ 15 მატჩიც რომ მოუწიეს ეს სეზონში დაწყებისთვის იდეალური იქ. კი. შეგუება რაც ბორმუჩი განათხოვებას რო უპირებდნენ პრემიერ ლიგაში, მაგისტვის კარგი იქნება. თან მამარდა მე მგონია რომ ესეთ ჩემპიონ მენტალიტეტის ტიპია, რომ აი ალისონთან კონკურენცია და ამან შეიძლება კიდევ უფრო მოქოქოს რა. ეხა არის ფეხბურთელი ვიზეც უარყოფითად იმოქმედებდა ეგ, მაგრამ მამარდას მენტალიტეტში მგონია რომ არ იქნება ეგ. იმიტომ რომ სასწაული ტიპაჟია თვითონაც. აი მეკარე რომ საინ რო გახედავ და რო დამშვიდდები უკვე სახეზე რო შეხედავ რომ დამშვიდდები, აი ეგეთი ტიპია რა. ზუსტად მეკარე როგორც უნდა იყოს, აი ეტალონიანი მეკარის ჩემი აზრით. მაგიტო რა ვიცი დღეს თუ ხვალ არა, ზე გაუცილებლად ლივერპულის პირველი მეკარე გახდება და რავი დარწმუნებული ვარ, ყველანაირი მონაცემი აქვს რომ თავი დაიმკვიდროს მანდ. მიქაუტაძე, ვილიარეალი და შემდეგი ნაბიჯის სადგონია. იქვე ესპანეთშივე თუ დარჩება და უფრო მაღლა საფეხურზე ავა, ალბათ ეგ იქნება ყველაზე მაგარი. იმას ატლეტიკო მაგალითად, ხო? აი. ხო. ბარსაზე და რეალზე რო არ ვინატროთ. აი სიმეონეს ატლეტიკოს რო უყურებ ცოტა ვაი დედამჭირს, მაგრამ ბარსელონაში ხო ფორვარდის ის არის, რა ქვია. პრობლემა ეხლა ლევანდოვსკი დაბერდა და მან თუ ვიქაუტაძის ვარიანტი გამოჩნდება, ოცნებაა, მაგრამ ბარსელონაში ქართველი იქნება ძალიან მაგარი, მიუხედავად იმისა, რომ მე რეალს გულს შემატევ და რეალის წინა ხაზში არ ჩანს არავინ ჯერჯერობით ვინც იქ ჩაჯდება, იმიტომ რომ არიან. აი ბოლოზე უნდა გადასულიყავი კვარაცხელიას მომავალს როგორ ხედავთ ქონდა მეკითხე და რატომაც ეგრე მგონია რომ ბაპესთან წყვილში კვარაცხელია უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. უშულოპარაკობდი მაგას. ხო, იმიტომ რომ უფრო შეიძლება მეტად მომამარაგოს პასებით, უფრო გუნდური მოთამაშეა, მაგალითად ვიდრე ვინისიუსი. აუცილებლად, ანუ აი 100% ეთანხმება. ეხლა გავცვლიდი სიამოვნო. უბრალოდ პარი სენ-ჟერმენი არ წამოვა მაგალითად. ხო. მე მგონია რომ რეალმა რომ ვინისიუსის ტრეიდი შესთავაზოს კვარაში ლუის ენრიკე გამოუგზავნის იქიდან, კაი რამე შემოუდგეს. მიუხედავად იმისა, რომ კარიერულად, თქვა, ვინისიუსი ოქროსბურთთან იყო ახლოს, ხო? და თქვა, უფრო დიდი ხანია რეალშია და მაღალ დონეზე თამაშობს. მე ნაპოლიშიც რო იყო კვარა, მაშინაც ვამბობდი, რომ კვარა მირჩევნია, ქონდა კამათები სხვადასხვა მაგაზე რა ვინისიუსთან ახლა ვერ მოვა და შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით დღეს ეს სიტუაციაა, რომ რეალის ჯერ გუნდის შენების ამბავშიც კვარაცხელიასნაირ ტიპას უფრო ვისურვებდი ვიდრე იმას. და თან წინა სეზონი ისე ჩაუვარდა, რომ შევა ვეღარ დააქამბექოს. იმიტომ რომ აი მესი, ნეიმარი, მბაპე და ნეიმარი როგორც იყვნენ. ეგოს ამბავია, ვერ ნაწილდება რა ორი ეგეთ. მე ვარ ახლა რეალში, წარმოიდგინე, მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ოქროსბურთის მთავარი კანდიდატი ვარ და მოდის მბაპე. რათა მინდა ახლა მე? მეფესავით ვარ, დასაცინი ვიყავი რაღაც ყველა მეკაიფებოდა, მალიორკაში გაანათხოვრე თუ ამბობდა და უცებ გავიხდი მეფე რა, ანუ არაფრისგან და მოდის მბაპე. რომელიც, ამაზე უნდა ვითამაშო მეც გარკვეულწილად, იმიტომ რომ უფრო დიდი ვარსკვლავია მაინც. სტატუსი ჩემპიონატია აქტუალური როდისთან და უფრო დიდია და უფრო სტატუსიანია. ამდენი ხანია საგა დამთავრდა, რომ აი პარი სენ-ჟერმენიდან წამოიყვანს მბაპე და კვარაცხელია მეტად გუნდურია მართლა, ეგ დაცვაში მუშაობას რო თავი დავანებოთ, ისე და წინ ნაკლებად ეგოისტი მოთამაშეა. და ეგეთი მოთამაშე პასის მიმცემი, ბოლო პასის მიმცემი მოთამაშეთან სჭირდება ფლანგიდან. არა მგონია რომ მარტო ქართველი რომ მაგიტო ამბობდე მაგას რომ კვარაცხელია და ანალოგიურად. არა მგონია. აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ ისე ცივი გონები. აი თუნდაც ეხა ისე რომ წარმოვიდგინოთ ვინისიუსის გარდა კაი კვარაცხელი არ ვთქვათ, აი ვინგერი შეიძლება, აი ვინც რეალს მოუხდებოდა ესე როგორც კვარაცხელი, ხო აი ვერ გაიხსენებ ძალიან რთული. ხო, მაგრამ ძალიან ჩიხში არის შესული ეგ ტრანსფერი, იმიტომ რომ აი რა გინდა. ხო, არა. მაგრამ მონდომის ამბავია, ფლორენტინომ თუ მოიწონა, არ გაუჭირდება. იქიდან თანხას ვერ დაუმატებ, თანხა არ ჭირდებათ იმათ. იმიტომ რომ ხო, სანამ არ გაწურეს ეს არ გამოუშვეს და ვინისიუსმა მაშინ ისე მაგარი სეზონი უნდა ხიოს რამე, რომ იმათ მოუნდეთ. მაგრამ კვარაცხელიას ლუის ენრიკე მგონია რომ ლუის ენრიკეს ყველაზე მეტად ეს უყვარს. აი რატომღაც აი იმდენად ასრულებს იმ დავალებას. მე მგონია რომ სხვა ვერ ასრულებს ეგრე კარგად რა. იმდენი ხანი ეწვალა თან ტრანსფერზე რომ ალბათ ყველაზე მეტად აი კვარაცხელია ევასება. აი ეგეთი განცდა მაქვს რა.
ხო თან ეს ბარკოლას რო გადასვამი შენც ახსენი როგორ ფორმაში იყო 10 გოლი ხო ფრანგი პარიზში 10 გოლი და 10 ასისტით პირველ წრეში და მოვიდა გვიღაც ქართველი და ისე ევასება მწვრთნელს და გაუმართლა და ხო და მეც გონია რომ ეგ თან ყვარას ხო რეალი ნათქვამი აქვს რომ რეალი ავიცი ან ჯერ მარტო უსურვებდი ყვარას რომ ეგ ყველაფერი მომხდარი ხო გულწრფელად როგორც გულშემატკივარი მისი ოცნების ასრულებას უსურვებ ყველაფერი აისრულა თითქმის მაგრამ ოქროსბურთი რეალია ეგეთ რაღაცები რაც დარჩა აისრულოს სოფლიო ჩემპიონზე გასვლა საქართველოს ნაკრებთან აისრულოს და იქით თუ ჟორჟი იქნება და აქეთ ყვარა უკვე ფანტასტიკის სფერო სულაც არ არის ეს ჩემი აზრით ნამდვილად საკმაოდ კარგი საუბარი გამოგვივიდა მადლობა ძალიან დიდი იმედია ღირდა ლოდინად მაყურებელმა შეაფასოს როგორი საუბარი გამოვა წარმატებებს გისურვებთ პატივისცემ თქვენს მოღვაწეობას, საქმიანობას და იმ კიდევ ბევრი გქონდეს ალაპარაკო ასეთ თემებზე. კარგზე კრიტიკულზეც და თუნდაც ხო კარგზე რა თქმა უნდა იმედია რომ მოგვეცემა ამის საშუალება. მადლობა დიდი წარმატებები. გაიხარეთ.